ექსპერტიზის ბიურომ სავარაუდოდ დაასრულა ავტომობილის შემოწმება, რომელშიც ოკუპანტებმა თამაზ გინტური ჩააცხრილეს. ერთადერთი რისი გარკვევაც მოკლული გინტურის ძმამ შეძლო ის არის, რომ ავტომობილს მინიმუმ 35 ნატყვიარი აქვს. კიდევ რა სიახლე იკვეთება საქმის მასალებიდან სალომე ბოკუჩავა მოგვიყვება მეც. საქმის მასალებთან დაკავშირებით სხვა სიახლე უცნობი არის დაზარალებული უფლება მონაცვლისთვის, თუმცა ავტომობილის ნატყვიარების რაოდენობა ცხადყოფს, რომ ეს იყო განზრახ-მკვლელობა და არა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობა. ამ განცხადებებს აკეთებენ ექსპერტები და პირები, რომლებიც ამ გინტურის საქმეს კარგად იცნობენ. ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ნაკლებად სურს, რომ გამოიძიოს საქმე ბოლომდე და მოხდეს პირთა დაკავება არ გაღიზიანებულ პოლიტიკიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ მიესალმებიან თამაზ გინტურის ოჯახის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი გეგმავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. საქართველოში არ აქვს იმის იმედი, რომ იქნება ობიექტური გამოძიება და იქნება დავნაშავე დაჟილი. ტერორისტული ძალები ჩვენ ხედავთ, რომ წარმოდგენილი არიან ეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მათ ტირი აქვს ფაქტიურად მოწყობილი. იქ არის ერთი მხარე. ეს არის ფაშისტური ძალები, რუსული ძალებია, რომლებიც არიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. აქედან გამომდინარე, მე ვიმედოვნებ, რომ ოჯახი მიაღწევს საწადელს, იმიტომ რომ არა მაქვს იმედი, რომ ქართული ოცნება ამას თავს დაადგავს, იმიტომ რომ ქართული ოცნების ინტერესში არ არის. ეს მკვლელობა არ მომხდარა გაუფრთხილებლობით, ეს იყო მიზანმიმართული ჩაცხრილვა და მკვლელობა თამაზ გინტურის და ერთადერთ რამეს უსვამს ხანს, რომ რუსებმა იცოდნენ, ვის ესროდნენ და ვის კლავდნენ. ასე რომ ეს არის რუსული ტერორისტული რეჟიმის ხელწერა და ხელისუფლება ბევრად მკაცრი უნდა იყოს და პრინციპული ამ შემთხვევაში. ამის დიდი იმედი ჩვენ არ გვაქვს. თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ახლოს ლომისას ეკლესიასთან მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი ადგილიდან გაიტაცეს.